გორში სავაჭრო ცენტრ გალერეაში მკვლელობა მოხდა, მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრილია მისი მამა. ბრალდებული პოლიციამ ცხელკვალზე უკვე დააკავა. თვითმფრინავები აცხადებენ, რომ სტროლა მაღაზიაში შელაპარაკებას მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.119 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ. მოსულიათ და ესროლა მამას და მერე შვილი გამოსარჩილებია. მეტი არაფერი ვიცი. ძალიან კარგი პიროვნება მოკლეს. ძვირფასი ბიჭი, ორი შვილის მამა. ძალიან კარგი ადამიანი. რა მოხდა შელაპარაკება მოუვიდათ მანამდე იყო ჯგუფი? აქ არ ვიყავი, არ ვიცი. აი არ შევსწრები ვარ. წინაპირობა არავინ არ იცის. ალბათ იცის მაგ არაკაცმა და რავი რა სხვა გითხრათ რა. გაუბედურდა ორი ოჯახი. მამაშვილი იარაღით არ დადიოდნენ და არც ის არ დადიოდა იარაღით. ყოველ შემთხვევაში არავის არ უნდა ყავს იარაღით ევლოს მაგას. მაგრამ დღეს რა მოხდა, ან გუწინაპირობა რა იყო, ან რატომ მოვიდა იარაღით. კაცმა არ იცის რა. 10 საათზე იღება ჩვენი სავაჭრო ცენტრი, მოვედით სადღაც 11 წუთები იყო და უკვე მომხდარი იყო.